მოგესალმებით, ეთერშია ჩვენი სტუდენტური შუა დღის შოუ, რომელსაც მე, ნინი საკანდერიძე და ჩემი კოლეგა კესო მანჩხაშვილი გავუძღვებით. მოგესალმებით. დღეს სტუმართან ერთად ქართული ქალაქური ტრადიციული ხელოვნების შესახებ ვისაუბროთ, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და კულტურული იდენტობა. ნამდვილად, აუცილებლად უნდა დაგეთანხმო, რომ ამ გამოცდილებების გარეშე ჩვენი კულტურული იდენტობა მართლაც არის წარმოუდგენელი. ფოლკლორის, რომანსის, აღმოსავლური ბაიათის, შვიდსიმიან გიტარაზე შესრულებული იმერული მოტივებისა და პოპ მუსიკის გარდა ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით აქტუალური არის ქალაქური სიმღერა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია როგორც ქართული სუფრა, ახლა უკვე პროფესიული სცენაც. ზოგადად ქალაქური სიმღერის ფენომენი საქართველოს გარდა სხვა ქვეყანას არ მოეპოვება და ალბათ ამიტომაც არის ესეთი გამორჩეული, მნიშვნელოვანი და საყვარელი ქართული მსმენელისთვის. გეთანხმები კესო, ზოგადად ქართული ქალაქური მუსიკალური ენისთვის დამახასიათებელია რამდენიმე ზოგჯერ განსხვავებული კულტურის შერწყმა და განსაკუთრებული მელიზმები. მრავალეთნიკური უბნების გავლენით შექმნილი ქართული ქალაქური სიმღერები ალბათ ამიტომაც არის აღიარებული მსმენელის მიერ. ნამდვილად, ჩემი აზრითაც ეს უნდა იყოს მთავარი მიზეზი. ქართული მუსიკალური ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, თუმცა ახლა მე მინდა დღეს ჩვენს მთავარ სტუმარზე გესაუბროთ შესანიშნავ კომპოზიტორზე, ნათია ზეინკლიშვილზე, რომლის შემოქმედების გარეშეც უკვე წარმოუდგენელია როგორც ქართული სუფრა, ასევე პროფესიული სცენა. გეთანხმები, დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია კომპოზიტორი ნათია ზეინკლიშვილი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. ახლა კი ჩვენი კორესპონდენტი ელენე მოდებაძე სტუმართან ერთად წიგნების კაფე ბიბლუსში იმყოფება და სწორედ ბიბლუსის სივრცის მთავარ სცენაზე მდგარი შავი როიალის ფონზე შემოგვიერთდებიან ისინი პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით კოლეგებო, დიახ, დღეს ჩვენ ქალაქურ სიმღერაზე ვსაუბრობთ და გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი სტუმარია ქალბატონი ნათია ზეინკლიშვილი, გამორჩეული ქართველი კომპოზიტორი, ასევე ჩემი თავებისთვის გამორჩეული ქართველი არტისტის კატო კვარაცხელიას დედა. მოგესალმებით ქალბატონო ნათია. მადლობას გიხდით, რომ დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებით. საინტერესოა, როგორ დაიწყეთ სიმღერების წერა და როდის მიხვდით, რომ სიმღერა თქვენი ცხოვრების თანამგზავრი გახდებოდა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. იცით რა, ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, როდის გახდა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი სიმღერის დაწერა და რატო. რაც გავჩნდი, იმის მერე ისეთი ორგანულია ჩემთან. ჩემთვის მუსიკა და თან ქართული სიმღერა. მამა იყო ოპერის მომღერალი და გარდა ამისა იყო კიდევ მეორე სფერო ჰქონდა მას, ანუ სტუმრები, შეხვედრები, ბევრი კარგი სიმღერის აჟღერება, ძალიან ბევრი კარგი სიმღერა აჟღერებულა ჩვენთან, პრემიერა ყოფილა სიმღერების ჩვენთან. აი მაგალითად ჯანსუღ კახიძის მოვა მაისი ჩვენთან გითხრა რომ ახალი სიმღერა გვაქვს და მაგვსო და მოგვასმენინა. ბევრი ძალიან კარგი და ამიტომ აი სიმღერა რაღაცა და მუსიკა ჩემთვის ორგანულია ძალიან. და საკმაოდ დიდ ასაკში, ასე ვთქვათ, რაღაცა აი სურვილი მქონდა, რომ რაღაცა აი მივედი ინსტრუმენტთან და აი რაღაცას აი თხოვდა რაღაცას ჩემი სულიერებაც, ორგანიზმის, ინსტრუმენტიც თითქოს მესაუბრებოდა. აი მართლა ესე იყო და წარმოუდგენელი იყო, რომ მეფიქრა და როდის მე დამეშვა, რომ მე შეიძლება სიმღერა დავწერო. ეხლაც რაღაცას რო ვისმენ ხოლმე, არ მჯერა, რომ ეს ჩემი გაკეთებულია. აი როგორ ხდება, არ ვიცი. და ამიტომ მე ჩემ თავს კომპოზიტორს მართლა არასოდეს არ ვუწოდებ და აი თუ ვინმე იტყვის, ყოველთვის უხერხულ მდგომარეობაში ვარ. ასე ვიძახი, ეს თავდაბლობა არ არის, მუსიკის ავტორი. აი უფრო ასე მოვიხსენიებ ხოლმე და უფრო ნაკლებად წუხდები ასე დროს. და პირველი ჩემი სიმღერა იყო ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი იყო ესეთი ერთ რამეს გეტყვი ესეთი მათქმევინე ქვეყნად სიცოცხლე ღირ და აი ეს ლექსი სულ მომწონდა რამდენჯერად ჩვენ შევხვედრილ ვართ ერთმანეთს ამ ლექსის ძახდა ხოლმე ბატონი ჯანსუღი და ძალიან მოქმედებდა ჩემზე და მომწონდა სულ და რაღაცნაირად გვერდზე გავიხედე და ეს წიგნი მისი ნაჩუქარი სხვათა შორის ინსტრუმენტზე მედო და ისეთი ლექსია თვითონ რომ თავისით მოხდა ეს ყველაფერი და დაიწერა მელოდია და აი რაღაცნაირად ისეთი ფეხბედნიერი აღმოჩნდა ჩემ ცხოვრებაში და რაღაცნაირად ძალიან მეყვარს ეს სიმღერა.
სიმღერის წარმატებისას არ შეიძლება არ ვახსენოთ ლექსი, რომელიც ალბათ ყველა კომპოზიტორისთვის შთაგონების წყაროა. ვიცით რომ თქვენ ამ მხრივ გაგიმართლათ, რადგან გვერდით გყავდათ მანანა სიამაშვილი, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ დღეს ჩვენთან ერთად აღარ არის და გვაინტერესებს ამის შესახებ რა სიტყვით. მანანა სიამაშვილის ხსენება და ჩემი გამზადება ცრემლების იქვეა. იმიტომ რომ ეს იყო უნიჭიერესი ადამიანი, არაჩვეულებრივი მეგობარი, უერთგულესი და თუ კი რამე წარმატება შეიძლება ერქვას ჩემ სიმღერებს და რაღაცა ცნობილია, ეს მართლა ვიცახი, ეს არის მანანა სიამაშვილის დამსახურება. იმიტომ რომ აი ქალაქელი რასაც ქვია, ეს იყო მანანა სიამაშვილი. თავისი ურთიერთობებით და ჩვენ მოკეთ მე მარჯვენა ხელი ჩათვალეთ რომ აღარ მაქვს, იმიტომ რომ მე აღარ მყავს მანანა სიამაშვილი. ეს ესეთი რაღაცნაირი ჩემი გულის ტკივილი ყველა ინტერვიუშიც და ელემენტარულ საუბარშიც კი. რაღაცნაირად პირველი ჩემი გვერდში მდგომი ადამიანი იყო ირინა სანიკიძე. აი რაღაცნაირად თამაშში დავიწყეთ ეს ყველაფერი. და საბედნიეროდ მე მაქვს იმის კომფორტი მქონდა სულ, რომ ჯერ მე დამეწერა მელოდია და მერე ტექსტი. აი ჯანსუღ შარკვიანის შემთხვევა იყო ერთი და კიდე ხო, ერთი შემთხვევა იყო ესე გამზადებულ ლექსზე, რომ გავაკეთე სიმღერა. და დანარჩენი აი ეს კომფორტი მაქვს. სხვათა შორის დათო მაგრაძის ლექსზე მაქვს ორი სიმღერა ჩარკვიანებზე და ნუ ირინა სანიკიძე, მაგრამ მანანა სიამაშვილმა იმიტომ რომ იყო მზე ადამიანი ჩემთვის დამიტოვა მისი მეგობარი და ეხლა უკვე ჩემი ძალიან ახლობელი ეს არის მაკა ბოცოძე. და მე და მაკა ერთად მუშაობთ უკვე აი მანანას შემდეგ. ეს არის ძალიან დიდი კომფორტი, როდესაც შენ რაც გინდა იმას გააკეთებ და პოეტი თუ ტექსტის ავტორი მოგცემს იმის საშუალებას, რომ შენ მოგარგოს, შენთვის გააკეთოს. ეს ძალიან დიდი კომფორტი. ამ წუთას მუშაობ მაკა ბოცვაძესთან, რომელიც ესე იგი მიმშვენებს მელოდიებს. წეგან ახსენეთ, რომ მანანა სიამაშვილი ქალაქელი იყოს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ აი ქალაქური სიმღერის ავტორი თავად როგორი ქალაქელი უნდა იყოს და აქვს თუ არა თბილის თავისებური ცხოვრების წესი? რა საკვირველი აქვს და მე ვფიქრობ, რომ აქ მარტო თბილისის ქალაქელობაზე არ არის საუბარი. ყველა თვითონ სიტყვა ქალაქელი ჩემთვის არის რაღაცნაირად თანამდებობა და ყველა ქალაქს თავისი ქალაქელი ხო ყავს. და ეს ქალაქელი ადამიანები სხვადასხვა კუთხის ისე გვანან ერთმანეთს, რომ ვერ წარმოგიდგენიათ. ანუ აქ რაღაცა განსაკუთრებული წესების დაცვა გჭირდება, როცა გინდა კაცი ხარ, კაცი იყო, გინდა ქალი იყო. არის რაღაცა, რაც შენთვის აი ამ თანამდებობისთვის არის უკადრებელი, აუცილებელი და როგორც ყველა ნორმალურ კარგ ადამიანს ვფიქრობ, რომ უნდა ამოძრავებდეს სიყვარული პირველ რიგში, იმიტომ რომ როდესაც კარგია ეს სიყვარული, როცა რაღაცნაირად გიხარია ვიღაცა რომ შეგხვდება, შენ ქალაქს რომ არ დაანაგვიანებ, რომ არ ატკენ, რომ არ შეარცხვენ, რაღაცები არის. ეს მარტო თბილისელობა არ არის, ეს არის ყველა ქალაქისთვის დამახასიათებელი და ყველანაირ ჯილდოს მირჩევნია რაღაცა ქალაქელობა არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. სიმღერას როდესაც წერთ, მაშინათვე მოიაზრებთ ხოლმე სიმღერის შემსრულებას თუ დროთა განმავლობაში ჩნდება ხოლმე ეს სიმღერის შემსრულებლად არჩევა და კიდევ დავამატებდი, როგორ ფიქრობთ, ვინ არის თქვენი სიმღერის საუკეთესო შემსრულებელი? ადრე წლების წინ მქონდა იმის უფლება, როგორც მე მინდოდა, ისე დამეწერა და რაც მე მინდოდა და მე შექმნილი პროდუქტიდან გამომდინარე უკვე
ფიქრობდი, ვის შეიძლება იმღეროს. და ნამდვილად მაქვს აი ეს ბედნიერება, რომ როდესაც მე შემსრულებელს ვაძლევ სიმღერას. ან შეკვეთით ვიღაცა მოვიდა, ხო? მის ტყავში ვძვრები ხოლმე. ძალიან მინდა რომ მოუხდეს. აი ჯერ გავეცნობი, გავესაუბრები და მერე ვაკეთებ ხოლმე სიმღერას. აი პირველ ვარიანტში რომ აი ამისთვის მინდა სიმღერა. არავის უარი არ ვთქვავს. აი ეს ბედნიერება და კომფორტი მაქვს. ანუ ხო შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ეს მომწონს, მაგრამ ჩემი არ არის. ეგეთი ჯერ არ მქონია. მით უმეტეს როდესაც დაკვეთაა, ხო და აი ვიღაცა უცნობი ადამიანი მოდის რაღაცნაირად ფიქრობ მასზე, ვინ უნდა იმღეროს რომ მოუხდეს. აი ეს თქვენთვის პატარა სიურპრიზი გვაქვს, მაგრამ სანამ ამ სიურპრიზს შემოგთავაზებთ, მანამდე მინდა მოგვიყვეთ სიმღერის ისტორია, რომელიც შეიძლება არც დაწერილი იყო, ავტორს რომ ძალიან არ ეთხოვა და გთხოვთ მოგვიყვეთ ამ სიმღერის შესახებ. მოკლედ რა მოხდა? მანანა სიამაშულმა დამირეკა და მითხრა რომ მე მაქვს ძალიან ლამაზი ლექსიო. შენ 7 წლის ანგელოზო, ესე ქვია. მოდი რა, ჩაიწერეო ეს ლექსი და მოდი რა გავაკეთოთ, აი გული მიგზნოს რომ კარგად გამოვა. აი არ ვიცი რატომ რაღაცნაირად ჩავიწერე, მაგრამ გავიარეთ ეს თემა. მოკლედ 3 ჯერ ჩამაწერინა ამ ადამიანმა და საერთოდ მე მჭირს ეგ ამბავი, როდესაც 2 ჯერ მეტყვის, ზედიზედ რომ მეტყვი რაღაცას, ეს უნდა გაკეთდეს, ეს არ უნდა გაკეთდეს, აი ცოტა პროტესტი მაქვს ხოლმე შიგნიდან და აი უნდა დამანებო თავი თუ მინდა რომ რაღაცა გამოვიდეს მოკლედ. და 3 ჯერ ჩამაწერინა და ბოლოს მითხრა რომ ხმას არ გაგცემო. ეხლა ჩაიწერე და წამიკითხე რომ ჩაიწერე. მართლაც ესე იყო. ზუსტად მანანას გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ ჩემ ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა და რაღაცნაირად დავფრინავდი და შემთხვევით აი ავიღე რაღაც წიგნი, რომელიც არ უნდა ამეყო და აი რომ რაღაცნაირად გადავშალე და ვხედავ ის ლექსი მანანას 7 წლის ანგელოზი ჩამოწერილი წესიერად, ლამაზად. იცით რა, სულ არ მახსოვდა ტექსტი და რო წავიკითხე, თავისით ესეთი ცრემლები გადმომცვივდა, დიდი ცრემლები და ბევრი ძალიან და ისე იმოქმედა ამ ლექსმა, რომ მივხვდი, რომ რაღაცა გამოვიდოდა და იმ წუთშივე მივარდი ინსტრუმენტთან და ანუ მანანას შემდეგ დაწერილი სიმღერაა და ძალიან ძვირფასია ჩემთვის და ისეთი სიყვარული დავწერე ეს ლექსი, რომ პრინციპში ქვია, რომ ეს სიმღერა, რომ მაინც გამიმართლა ქვია, იმიტომ რომ რაღაცნაირად ასრულებენ ამ სიმღერას. და ეს სიმღერა სანდრო მღერის კობახიძე, სანდროს სიმღერა და კიდევ ერთხელ მინდა რომ აქ რაღაცნაირად ჩემი უხერხულობა და ასე ვთქვათ ბოდიში ვთქვა სანდროსთან, იმიტომ რომ ეს სიმღერა ჩემ არის კატომ იმღერა დიდ დაბადების დღეზე ჩვენთან სახლში. და უცებ როგორც იციან გადაღება და რაღაცნაირად კატოს ნამღერი სანდრომდე გაჟღერდა. ნუ ალბათ რამდენი ჯერაც სანდრო შემხვდება და მომეცემა საშუალება, იმდენჯერ ბოდის მოუხდი სანდროს. და მოკლედ ესე რა, მიყვარს ეს სიმღერა, ძალიან ძვირფასია ჩემთვის. თქვენი პასუხიდან გამომდინარე, ანუ სიურპრიზი აღარ გამომივა? მე ეს სიმღერა გინდოდათ რომ გემღერა. დიახ, მინდოდა რომ მეთხოვოთ გამონაკლისი გავაკეთოთ, თქვენ უართ როგორ გეტყვით ახალგაზრდა ლამაზი კარგი გოგონა ხარ და თან მომავალი კარგი ჟურნალისტი. აუცილებლად გადავიდეთ და მე დაგიკრავთ თქვენ.
ამ ლომაზეს სიმღერის ფონზე ჩვენს დაგიბრუნდით, რომელმაც ჩვენში დადებითი ემოციები გააღვიძა და მინდა რომ ჩვენს კურსელებს, ჩვენს სტუმარს, ტექნიკურ პერსონალსა და მასპინძელ ბიბლუს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამ დაუწყარი ეთერისთვის. გარდა ამისა, ეს გახდათ უმნიშვნელოვანესი გამოცდილება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის მეორე კურსის სტუდენტებისთვის, რადგანაც ეს ეთერი ჩატარდა სასწავლო საგნის ფარგლებში. აქვე უნდა დაგეთანხმა აუცილებლად, რომ განსაკუთრებული ემოციებით ვართ სავსეები და აქედან მიმართავ ელენე მოდებაძეს და ვეტყვი, რომ შესანიშნავი არის როგორც ჟურნალისტის ამპლუაში, ასევე მომღერლის ამპლუაში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა სტუდენტებმა მართლაც უხარვეზო პირდაპირ ჩართვა შემოგთავაზეს და თუ კი ამის საშუალება მიეცევათ, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასე გააგრძელებენ. ჩვენ გემშვიდობებით და მომავალში არანაკლებ საინტერესო ამბებით შემოგიერთდებით. მადლობა, მომავალ შეხვედრამდე.